ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტის ზესტაფონში აქცენტები ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მთავარ მიმართულებებზე. კერძო სექტორის საჩუქარი ყველაზე ჯანმრთელი სპორტის მოყვარულებს მაღალი სტანდარტების საცურაო აუზი ზესტაფონში უკვე ფუნქციონირებს. შეიძლება თუ არა ტელემაუწყებლები ციფრული სიგნალზე გადასვლისას კონკურენციაში დაზარალდნენ და აქვს თუ არა რეგიონულ მაუწყებლებს საჭირო რესურსი ახალ სიხშირეზე გადასასვლელად, მაუწყებელთა რეკომენდაციები ტელესფეროს განვითარებისთვის. პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ახალგაზრდები და რას თავაზობს მათ უწყება. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ზესტაფონური ვიზიტი სოფელ დილიკაურის მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო. სამთავრობო გუნდის ერთ-ერთმა წარმატებულმა მინისტრმა დარგის ამოცანებზე ისაუბრა და პრიორიტეტული საკითხები გამოკვეთა. ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ თემებზე საუბრისას მან სოციალური სახის პრობლემებზეც გააკეთა აქცენტი და ქვეყნის აღნიშნულ სეგმენტში მოქმედი 21 სახელმწიფო პროგრამიდან განსაკუთრებით სოციალური დახმარების საკითხები გამოყო. დავით სერგეენკომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტზე როგორც საქართველოს ერთ-ერთ ძლიერ ინდუსტრიულ ზონაზე საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დღეს ქონდა შეხვედრა დილიკაურის მოსახლეობასთან. მინდა ვთქვა, რომ ეს შეხვედრა იყო საკმაოდ ესეთი გულთბილი, გულწრფელი. ჩვენ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ ერთმანეთთან გუღიათ გვესაუბრა. მე ჩემს რო გავაცანე მომავალი გეგმები და მიმდინარე გეგმები, რაც იგეგმება ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში. ასევე ქონდა შეხვედრა დეპუტატობის კანდიდატს ბატონ შალვა კიკნაველიძეს და მოსახლეობასთან ამის მერე ქონდა ესეთი საინტერესო დიალოგი, კონკრეტული პრობლემები მოვისმენთ მათგან, როგორც კონკრეტული ადამიანების, ასევე სოფლის საჭიროებები, ისეთი როგორც მაგალითად არის ადგილობრივი სოფლის ექიმისთვის უკეთესი პირობების შექმნა, ამბულატორიის გამართვა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ამ ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანი არის, რომ რაიონის და სოფლის სპეციფიური საჭიროებები უკეთესად გავიცნოთ და დავეხმაროთ ამის მოგვარებაში. ის რეფორმა, რომელიც შარშან დაიწყო პირველადი ჯანდაცვის, ანუ ოჯახის ექიმის გამტკიცების თავის თავში მოიცავს გარემომავნე პირობებით გამოწვეული დაავადებების აცილებას და ადრეულ დიაგნოსტიკას, ისევე როგორც სამუშაოზე მიღებული დაზიანებების პრევენციას. თუმცა ისეთ ინდუსტრიულ რაიონებში, როგორც მაგალითად ზესტაფონი არის, ამას განსაკუთრებული გამყარება და გაძლიერება ჭირდება, რაც გამოიხატება რამოდენიმე მიმართულებით. პირველი ის, რომ გარემოსდაცვის სამინისტრომ შარშან უკვე შექმნა ლაბორატორიები, რომლებიც ზომავს ჰაერის გაბინძურების ხარისხს. ჩვენ შევთანხმდით ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და დეპუტატობის კანდიდატთან, რომ ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვას გავაძლიერებთ და მოვამზადებთ სწორედ ამ მიმართულებით, გარემოთ გამოწვეული და სამუშაო პირობებით გამოწვეული და ეს იქნება რაიონის სპეციფიურ საჭიროებაზე აწყობილი ჯანდაცვის მოდელი. სოფლის მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობით და მათთვის საინტერესო საკითხებზე კომპეტენტური პასუხების მიღებით. საკმაოდ კმაყოფილი ვართ ამ ხნის მანძილზე, რომ მოხდა ის პროგრამები, რომლებიც დანერგილი იყო და ალბათ მომავალშიც კიდევ ინერგება, აქტიურად უწევს სამედიცინო დახმარებას მოსახლეობას. მართალია შესაძლებელია ამ ეტაპზე სრულყოფილად ვერ მიიღონ ის პაკეტები, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც ვეხმარებით და აღარ ხდება. როცა დაკეტილი იყო სტაციონარის კარები პაციენტებისთვის, დღესდღეობით ეს არ არის. თუმცა არის რა თქმა უნდა პრობლემები, მაგრამ იმედი გვაქვს ჩვენ ამ 4 წლის მანძილზე გამოსწორდება. მოგცა იმედი, რომ ამბულატორიაც ჩაისვა რეკონსტრუქციის ფაზაში და ალბათ უფრო მეტად კიდევ ხალისიანად გაუწევთ დახმარებას ხალხს. ჯანდაცვის მინისტრმა ჰქონდა ასეთი კითხვა, რომ ტენდერები ტარდება უფასო წამლები, რომელიც რიგდება და
ნაცნობების ხელში ასე რომ ვთქვათ უკეთესად იყო. წელიწადში ჩატარდებოდა ერთხელ, ახალი წლის შემდეგ მარტში და ახლა თქვენს რომ ორჯერ უნდა ჩატარდესო და მეორე თვეა. რა გვიგე მე კიდე ჩატარდება იანვარში და ვერ ვიღებთ. და პლუს ახლა მე ჯანდაცვის მის ვთხოვი ეს რომ როგორ ჯანდაცვის მისი დააყენებს საკითხი მთავრობაში ამას ხადური ვერ დააყენებს ამას ჯანდაცვის მისი უნდა დააყენოს რომ პენსია პირველი ჯგუფის ინვალიდებს ახალგაზრდა 20 წლის გოგოები 22 წლის ბიჭები არიან ინვალიდები და მე 60 წლის კაცს რომ მომცემ ასე ვთქვათ რატო ჩაგრავთ იმას გაათანაბრონ პენსია ასეთი შეხვედრები უნდა იყოს ხშირად ხალხმა არ იცის სოფლებში რა ხდება ჩვენ გქონდა შეხება მასთან და კმაყოფილები ვართ და მე მგონი ეს ძალიან კარგი ასეთი შეხვედრები ყველა ადამიანისთვის შეხვედრაზე ზესტაფონის გამგებელმა შეკრებილ მოსახლეობას სამთავრობო გუნდის დეპუტატობის კანდიდატი კიდევ ერთხელ წარუდგინა და მათ არჩევნებზე წასვლის აუცილებლობაც შეახსენა. მისი აზრით მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატმა მოსახლეობისთვის საჭიროებო საკითხებზე ქვეყნის ყველა უწყებასთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს. მოსახლეობას დეპუტატობის კანდიდატმაც მიმართა. რაც მინდა გთხოვოთ ეს არის რომ 8 ოქტომბერს ყველანი ერთად ერთხმად ორგანიზებულად, არაზმულად, მეზობლებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან ერთად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ არჩევანი. ნუ დავრჩებით იმ დღეს სახში და ნუ ვიფიქრებთ რომ ჩვენი ხმა არ არის მნიშვნელოვანი. არა ხალხო, თითეული თქვენგანის ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ მარტო მოგება არ არის ამ პროცესში მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია როგორ, რა ხარისხით, რა შედეგით იგებ არჩევნებს. მნიშვნელოვანია რა მანდატით გიშვებს საკუთარი რაიონი მომავალი 4 წელი პარლამენტში. მინისტრ სერგეენკოსა და მისი თანმხლები პირების მეორე გაჩერება ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ანალოგიური ტიპის შეხვედრა იყო, სადაც მინისტრმა დარგისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. საცურაო აუზი ყველაზე ჯანმრთელი სპორტის მოყვარულთათვის ზესტაფონში ირინეს პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირება დაიწყო საცურაო აუზმა, რომელიც 15-დან 17 წლამდე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში 1000-ზე მეტი დაინტერესებულის მომსახურებას შეძლებს. საცურაო აუზი მრავალფუნქციური შენობის პირველ-მეორე სართულებს იკავებს და სავარაუდოდ სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ობიექტი იქნება. მიღებული იქნება 5 წლიდან 17 წლამდე ბავშვები შემსწავლეს ჯგუფებში, სრული შემსწავლეს ჯგუფებში, ასევე ნებისმიერ სულელსაც შეუძლია რომ მოვიდეს მათ ვინც იციან ცურვა და იწურავენ ჩვენთან აუზზე. დაახლოებით 1500-1700 ბავშვისა და მოზარდის გატარება შეუძლია აუზის სიდიდე 3 აუზია, როგორც ნახეთ, ერთი საჭყუმპალაო აუზი, სადაც 5-დან 8-9 წლამდე ბავშვები იცურავენ, ანალოგიურად საშუალო აუზს ეძახით ჩვენ ასეთი აუზი 9 წლიდან 15-17 წლამდე და დიდი უკვე სტანდარტული აუზი, რომელიც ნებისმიერ ცურვალებს და იმედია ზესტაფონში გველებიან კარგი ძლიერი სპორტსმენები. აუზზე პირველი საჩვენებელი ვარჯიშები თბილისის მოცურავეთა ნაკრების წევრებმა ჩაატარეს. ახალი ობიექტით ისარგებლეს ზესტაფონელმა მოზარდებმაც. ბედნიერი ვარ და ძალიან კარგია რომ ესეთი კარგი აუზები არის და ის გააკეთა ძალიან დიდი მადლობა იმას. საცურაო აუზი თბილისში მოქმედი ბლექსის ფილიალია. მის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საწყნოსნო სახეობათა ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი წყალბურთელები ესწრებოდნენ. ძალიან კაი საწყისია ზესტაფონელებისთვის, რომ პატარა ბავშვებმა ცურვა ისწავლონ. ცურვა არის ალბათ ყველაზე ჯანმრთელი სპორტი და დიდი მადლობა ბატონ მურმანის მოთავეს და თვითონ ზესტაფონელებს ძალიან კაი კომპლექსი ეღირსათ. დღეს ამაყივარ იმით, რომ ვიყოფები ზესტაფონში, ქალაქ ზესტაფონში და ვესწრები საცურაო კომპლექსის გახსნას. ეს ძალიან დიდი მიღწევა და წარმატება არის ქალაქელებისთვის, იმიტომ რომ ბასეინის ხონა ქალაქში ეს არის ზრუნვა მომავალი თაობისთვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი გაიხსნა ჩვენს მუნიციპალიტეტში, ჩვენი რაიონის მკვიდრმა ბატონმა მურმან მუმლაძემ ააშენა ეს შენობა, სადაც გაითვალისწინა ჩვენი მოქალაქეების სურვილი და გაკეთდა ძალიან კარგი 3 ბასეინი. კეთდება ასევე ფიტნეს კლუბი, მომავალში დაგეგმილია სასტუმროს გახსნაც. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მურმანს და
მოუწოდო სხვა ზესტაფონებსაც, რომელსაც აქვთ ამის საშუალება, რომ მიბაძონ ბატონურმას და მე მგონია ზესტაფონი არის იმის ღირსი, რომ აქ იყოს ძალიან კარგი სპორტული კომპლექსები, ეს პირველ რიგში წარადგება ჩვენი რაიონის მოსახლეობას ჯანმრთელობის მხრივ. ბლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. საცურაო აუზის გარდა სპორტულ გამაჯანსაღებულ ცენტრს მრავალმხრივი დატვირთვა ექნება. ეტაპობრივად კომპლექსში ამუშავდება ფიტნეს კლუბი, ცეკვის სტუდია, ჩოგბურთის კორტები, დაგეგმილია სასტუმროს განთავსება და სხვა. კომპლექსის მშენებლობა მომავალ წელს დამთავრდება. შეიძლება თუ არა ტელემაუწყებლები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას გაზრდილი კონკურენციის გამო დაზარალდნენ. ფლობენ თუ არა რეგიონული მაუწყებლების საჭირო რესურსს ახალ სიხშირეზე გადასასვლელად. ციფრული მაუწყებლობის გამოწვევების შესახებ იმსჯელეს დღეს პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა. მაუწყებლებმა ასევე წარმოადგინეს რეკომენდაციები ტელესფეროს განვითარებისთვის. ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და განიხილეს საკანონმდებლო რეგულაციები. მოწვეულ ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე წარმატებით გადავიდა. ჩვენი ქვეყნის მაგალითით მოლდოველი კოლეგები დაინტერესდნენ. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს დადებითად აფასებს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. გავეცნობით არამოწმული კონტენტის გავრცელების პრობლემებს ინტერნეტში, რა პრობლემებს უქმნის ეს საკაბელო ოპერატორებს და შემდგომში შემუშავებული წინადადებები დაისახება გეგმები საკაბელო ოპერატორების მხრიდან, როგორ შეიძლება მათ ფეხი აუწყონ ამ ევროპულ ტენდენციებს. გავეცანით სატელევიზიო რეიტინგებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა საქართველოში, რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. ჩამოვედი, იმიტომ რომ კონფერენციაზე ჩვენთვის საინტერესო საკითხები განიხილება. ჩვენმა ურთიერთობამ შედეგი გამოიღო. ხედავ გარკვეულ პროგრესს. საქართველოს და მოლდოვას საკაბელო ტელევიზიიდან ციფროზე გადასვლის პროცესში ერთი და იგივე პრობლემები აქვთ. ყურადღება იმაზე, თუ ორმხრივად საინტერესო როგორი შეიძლება იყოს ეს ციფროზე გადასვლის რეფორმა, როგორც კაბელური ოპერატორებისთვის, ფასიანი სერვისის მიმწოდებლებისთვის, ისე მაუწყებლებისთვის, რომელსაც ჩვენ ვაერთიანებთ. ჩვენი შეთავაზება მდგომარეობდა ორ ძირითად რეკომენდაციაში. ერთი გახლავთ ის, რომ რეგიონული მაუწყებლები ფლობენ სიხშირულ რესურსს, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ფასიანი სერვისების მისაწოდებლად, თუ ამაზე ერთობლივად მიმუშავებთ. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით იყო ის რეკომენდაცია, რომ ვიზრუნოთ ერთად ჰიბრიდული set-top box-ების გავრცელებაზე. რა იგულისხმება ამაში? იგულისხმება ის, რომ მოსახლეობას მიეწოდოს ყველა ოპერატორის მხრიდან ამ შემთხვევაში ჰიბრიდული მოწყობილობა ტელესიგნალის მიმღების და ამით მოსახლეობა შეიძლება უფასოდ უყურავს იმ არხებს, რომლებიც ისედაც ვრცელდებიან სიხშირეზე და მიიღონ დამატებითი ფასიანი მომსახურებები შეღავათიანი ფასებით pay TV ოპერატორების მხრიდან. დღეიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროგრამებს შორის 50-მდე ახალი მოდულური პროგრამაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამსაქმებლის ჩართულობით შემუშავდა. წელს პირველად მეცხოველეობის, მეხილეობისა და მეღვინეობის მიმართულებით პროფესიული პროგრამების განხორციელება დუალური სწავლების ფორმით დაიწყება. დამსაქმებლები პირველად ჩაერთვებიან მომავალი სტუდენტების შერჩევისა და სწავლების პროცესში. მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესურს ცენტრებში და საინფორმაციო ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობით. წელს გამოცხადდა ახალი სისტემით პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია, იწყება 3 ოქტომბერს და გაგრძელდება 16 ოქტომბრის ჩათვლით. და მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის განახლებული პროფესიული სასწავლებლები, დამატებითი 50 ახალი სპეციალობა და როგორც გითხარით, სწავლება მინდაობს თანამედროვე სისტემებით აღჭურვილ ევროსტანდარტების შესაბამის ლაბორატორიებში. ასევე სიახლეა წლევანდელ პროფესიული განათლების მსურველთათვის, რადგანაც წელს დაინერგა ეგრეთ წოდებული დუალური სწავლების მეთოდები, რომელიც ნიშნავს, რომ სწავლასთან ერთად აპლიკანტი გაივლის საწარმოო პრაქტიკას უკვე საწარმოში, კონკრეტულ საწარმოებში. მართალია ჯერჯერობით ეს საწარმოები ბევრი არ არის, საქართველოს მასშტაბში არის სულ 4 პროფესიული სასწავლებელი, სადაც დუალური სწავლება მიმდინარეობს და
ცვლილებაა განხორციელებული ამ პროგრამაზე რეგისტრაციაშიც, რადგანაც დუალურ სწავლებაზე რეგისტრაციისათვის რეგისტრაცია უშუალოდ საგამოცდო პროფესიულ სასწავლებელში უნდა გაიაროს. ესენი არიან ერთი პროფესიული სასწავლებელია ზუგდიდში და განაჩენი თბილისში, დედაქალაქში. დასავლეთ საქართველოში ჯერჯერობით ასეთი არ აგვაქვს. დანარჩენ აპლიკანტებს, ვისაც სხვა სპეციალობებზე სურთ დარეგისტრება, რეგისტრაციას გაივლიან როგორც ადგილებზე, პროფესიულ სასწავლებლებში, ასევე რესურსცენტრში. რეგისტრანტებისთვის პრეტესტი 29 ოქტომბერს, ხოლო ტესტირება 30 ოქტომბერს ჩატარდება.